საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტევის თავი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ ახალამბებში ნახავთ. 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ახალი პერსპექტივები ქვეყნისთვის. ხობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმროს მშენებლობა იწყება. რას მოიცავს პროექტი? დეტალები მთავარ გამოშვებაში. გაზრდილი ეკონომიკური პროგნოზი და დადებითი მოლოდინები საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას ინარჩუნებს, როგორია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასება. ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მორგის საერთაშორისო აღიარება. სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველოს მოწინავე პოზიციებზეა, რა წერია ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის კრიტიკული გზავნილი, რომელიც ოპოზიციური დაპირისპირების საბაბი გახდა. შეცდომის აღიარება ლელოსგან და იმედგაცრუებული ოპოზიცია. პოლიტიკური შეფასებები რამდენიმე წუთში. პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დაკავებული 7 პირის მიერ აღიარებული დანაშაული და ბრალდების მხარის თანხმობა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. პოლიტიკური შეფასებები რამდენიმე წუთში. გლობალური გაურკვევლობის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევებისა და მზარდი გეოპოლიტიკური რისკების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას ინარჩუნებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჩვენი ქვეყნის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია მისი საქმიანობის რეგიონებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებლის 3.1%-მდე შენელებას პროგნოზირებს. EBRD-ის მორგი პოზიტიური ეკონომიკური პროგნოზი მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის იმის დასტურია, რომ საქართველოს სწორი მიმართულებით ვითარდება. ნინო საულქვაძე გიამბობთ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. 2027 წელს კი EBRD საქართველოში 5%-იან ზრდას პროგნოზირებს. უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში საუბარია ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც. EBRD-ის ანალიტიკოსების შეფასებით ზრდის დამატებითი პოტენციალი არსებობს უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში. ამ მიმართულებებით მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ კი შესაძლოა ეკონომიკის აქტივობა კიდევ უფრო დააჩქაროს, თუმცა ანგარიშში საუბარია რისკებზეც. ბანკი ყურადღებას ამახვილებს საგარეო გამოწვევებზე, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე. მიუხედავად არსებული რისკებისა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ინარჩუნებს და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას დადებითად აფასებს. მოთხოვნის მხრიდან კერძო მოხმარებას ხელს უწყობდა რეალური ხელფასების მყარი ზრდა და საკრედიტო აქტივობის ძლიერი გაფართოება. ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა და 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურად 9.1%-ს მიაღწია. საგარეო ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა 2025 წელს 34.4%-მდე შემცირდა, რაც ძლიერი ნომინალური ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური გაცვლითი კურსის შედეგი იყო. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს ისტორიულ მინიმუმამდე 2.6%-მდე შემცირდა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვები კი 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 4 თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს. პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 6%-ით, ხოლო 2027 წელს 5%-ით გაიზრდება. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე EBRD-ის ანგარიშში ასახული ანალიზი მიუთითებს ქვეყნის წარმატებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. გაზრდილი საპროგნოზო მაჩვენებელი კი ნათლად ასახავს, რომ საქართველოს სწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოს წარმატებით შეასრულა ბევრი ამოცანა, შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, გაუმჯობესდა ვალის მაჩვენებელი სახელმწიფოსი და გაუმჯობესდა ზოგადად მდგომარეობა, საქართველოს აგზელებს ძლიერ ზრდას და საერთაშორისო ინსტიტუტები რეგულარულად აქვეყნებენ გაუმჯობესებულ პროგნოზებს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან პროგნოზების ზრდისკენ გადახედვა ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და სიჯანს აღზე მიუთითებს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, მსგავსი შეფასებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებზე. მიუხედავად მსოფლიოში და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას აგრძელებს, თუმცა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ რეალურმა ზრდამ შესაძლოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოლოდინსაც გადააჭარბოს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტების მსგავსი შეფასება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ჯანსაღი გლობალურად და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ეს პირველ რიგში განპირობებულია იმ სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია. საქართველოს ეკონომიკა რომ განაგრძობს დინამიკურ განვითარებას, ამაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური ზრდისთვის სტაბილურობას და მშვიდობაზე დამყარებული პოლიტიკის გატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება საბოლოო ჯამში წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პროექტების ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, არის ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას, ასევე კორუფციის აღმოფხვრა, განსაკუთრებით მაღალ დონეზე, რასაც ჩვენ მივახციეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ესეც იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ციფრებიც ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის მიმართულებით, ვინაიდან ეკონომიკური განვითარებაც ვერ იქნებოდა, რომ არ ქონდეს ჩვენ უსაფრთხოების ის სტანდარტი შენარჩუნებული, რაც ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობს. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს საქართველოს უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია სტაბილურად ინარჩუნებს, რაზეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საუბრობენ. არის მოლოდინი, რომ დადებითი ტენდენციები მომავალშიც შენარჩუნდება. 300 მილიონიანი დოლარის ინვესტიცია და ახალი პერსპექტივები ქვეყნისთვის. ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო სვისოტელ ქობულეთი ბიჩ რეზორტის მშენებლობა იწყება. სასტუმრო, საცხოვრებელი და საინვესტიციო აპარტამენტები პრემიუმ კლასის მასშტაბური კომპლექსის 3 მონუმენტურ შენობას გააერთიანებს. მოიწყება მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა, რესტორნები, აუზები, საბავშვო ფიტნეს და გასართობის სივრცეები. პროექტს არქი და საერთაშორისო დეველოპერი Next-ი მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდის სვისოტელის პარტნიორობით ახორციელებენ. მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას მთავრობის მეთაური დაესწრო, ჩაიშვა სიმბოლური კაფსულაც. დეტალებით ნუცა კოროშინაძე. ახალი სავიზიტო ბარათი შავი ზღვის სანაპიროს ქობულეთში უპრეცედენტო მასშტაბის პრემიუმ კლასის პროექტის მშენებლობა იწყება. პროექტი 3 მონუმენტურ შენობას მოიცავს, რომელიც სასტუმროს, საცხოვრებელ საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს გააერთიანებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიება დღეს გაიმართა. ჩაეშვა სიმბოლური კაფსულაც. ღონისძიებას მთავრობის მეთაური ესწრებოდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტურიზმისა და მშენებლობის სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. მსგავსი მასშტაბის ინვესტიციის განხორციელება კი მორიგი დასტურია იმისა, რომ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო საერთაშორისო ბაზარზე მიმზიდველია. ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას, განვითარების პროცესი სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბუნებრივია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმართმასპინძლობას, დასვენებას და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი, რომლის ღირებულება არის 300 მილიონი დოლარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც ქობულეთს რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს. პროექტის პარტნიორ კომპანია არქის მიერ ბოლო პერიოდში დამყარებული უმსხვილესი საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორებიცაა პარტნიორობა The Trump Organization-თან თუ საცხოვრებელი ფართების სოფლიო ლიდერ BI Group-თან, ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო ნდობის მორიგი სიგნალია. საქართველო მყარად გვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი. სტუმართმასპინძლობის სექტორში ინვესტიციების განხორციელება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის. მასშტაბური პროექტი რეგიონს ახალ შესაძლებლობებსაც გაუჩენს.
ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს ხელშეწყობას სტუმართმასპინძლობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და თუ კი ჩვენ შევხედავთ გასული წლების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ 2015 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ მის ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით ხელი შეუწყო დაახლოებით $1.4 მილიარდზე მეტის ინვესტიცია სტუმართმასპინძლობის სექტორში, რის ფარგლებში შეიქმნა დაახლოებით 400-ზე მეტი განთავსების ობიექტი და ხელი შეუწყეთ კერძო სექტორთან ერთად 8500-ზე მეტ ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. $300 მილიონი ინვესტიცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზოგადად აჭარის რეგიონისთვის, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, განთავსების ობიექტები, ისევე როგორც საცხოვრებელი სივრცეები და რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი და მაღალი კლასის ბრენდის შემოსვლა თავის მხრივ ხელშეუწყობს აჭარის ტურისტული პოტენციალის და ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას. ხელისუფლების მიზანია აჭარა 4-ვე სეზონზე მიზიდულობის ცენტრი გახდეს. მასშტაბური ახალი პროექტი სრულიად შეცვლის ქობულეთის საინვესტიციო კლიმატს და რეგიონს ახალ ტურისტულ ცენტრად აქცევს. სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხელისუფლების ბიზნესი და სახელმწიფო ერთობრივად გამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ბევრი კომპანიები მოგმართავს საინვესტიციო წინადადებებით და ჩვენ მზადა ვართ ვიმუშაოთ, რათა მეტი წარმატება იყოს ჩვენი რეგიონისთვის. ტურიზმის განვითარება ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი. დღეს ქალბატონმა მარიამ აღნიშნა, რათა ჩართულობა 4-ვე სეზონზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ერთად მივაღწევთ ძალიან ბევრ წარმატებას. Swiss ჰოტელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შვეიცარიული ბრენდია, რომელიც 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. ჩამონათვალს მალე საქართველოს შეუერთდება. პროექტის ირგვლივ სფეროს აღიარებული ქართული ლიდერი კომპანიები არქი და ნექსტი გაერთიანდნენ. ჩვენ Swiss ჰოტელში ქობულეთში იქნება 3000 კვადრატულზე მეტი სპა და ველნესი, იქნება ბავშვთა გასართობის სივრცეები, იქნება 2 შიდა აუზი, 25 მეტრიანი, 2 ღია აუზი, ძალიან დიდი აუზი, ეგრეთ წოდებული ინფინიტი აუზი, რომელთაც მთელი ხედით ისიამოვნებთ. იქნება 6 რესტორანი და ბარი და კაფე და რესტორანი, რომელთაც დამსვენებლებს მოემსახურება და იქნება ბავშვთა გასართობი სივრცეები, ყველაფერი რაც კი შეიძლება კურორტული დასვენებისთვის იყოს საჭირო და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კარგი კურორტი, რაც კი აშენებულა ჩვენს ქვეყანაში და ამ ყველაფერში ჩვენ გეგმავთ და დაგეგმილი გვაქვს, რომ $300 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდეს. მოხარულები ვართ, რომ არქისა და ნექსტთან თანამშრომლობით Swiss ჰოტელის ბრენდი ქობულეთში შემოდის. ეს პროექტი სრულად ასახავს Swiss ჰოტელის ხედვას, რომელიც გულისხმობს თანამედროვე პრემიუმ კლასის სტუმარმასპინძლობას, დახვეწილ დიზაინსა და მაღალი ხარისხის გამოცდილებას უნიკალურ ლოკაციაზე. გვჯერა, რომ Swiss ჰოტელ ქობულეთი Beach Resort რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული დანიშნულების ადგილი გახდება როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ისე ინვესტორებისთვის. რეგიონის კიდევ უფრო მეტად განვითარება ეს მთავრობის პრიორიტეტია. ახალი პროექტი კი აჭარას დამატებით შესაძლებლობებს გაუჩენს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების საჭიროებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ირაკლი ყაბახიძემ იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებისგან პირადად მოისმინა მათი საჭიროებები. საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ რამდენიმე საათიან შეხვედრას დადებითად აფასებენ მშობლები. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. დეტალებით მარიამ რადიანი. იმედი გვაქვს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ერთად გამოძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს. დიუშენის სინდრომის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს დღეს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე საათის განმავლობაში პირადად უსმენდა. მთავრობის ადმინისტრაციაში 6 მშობელთან გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ყობახიძემ სხვადასხვა მათ შორის მედიკამენტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაგეგმილია მომდევნო აუდიენციაც, სადაც პრობლემის გადაჭრის გზებზე უფრო კონკრეტულად იმსჯელებენ. ეს ქონა პირველი შეხვედრა, სადაც გავცვალეთ კიდევ ერთხელ მოსაზრეები, ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად მედიკამენტებთან დაკავშირებით. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი. იმედი გვაქვს, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტა გამოიძებნება ამ საკითხისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან გრძნობიარე საკითხია და პირველ რიგში ჩვენ უნდა ამოვიდეთ, რა თქმა უნდა, ბავშვების ინტერესებიდან.
გამართულ შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან ერთად თავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. სასარგებლოდან ნაყოფიერი ასე შეაფასა აუდიენცია მიხეილ სარჯოლაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება საკითხის მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანი გადაწყვეტის გზების ძიებაზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს. უნებრივია, რომ ამ მუშაობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამას ვსაუბრობთ. ამასაც პირველივე დღიდან და ესეც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უპირველესად ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო თითოეული იმ პაციენტისთვის, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ასეთი გადაწყვეტილებები. დიალოგს დადებითად აფასებენ შეხვედრაზე მყოფი მშობლები. მათი განცხადებით პრემიერ-მინისტრმა ყურადღებით მოისმინა სხვადასხვა არგუმენტები, დაისვა ყველა საჭირო კითხვა და დღევანდელმა აუდიენციამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ხელისუფლებისა და მშობელთა ინტერესები ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სრულთახვედრაშია. პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, გავცვალეთ ინფორმაციები. ჩვენ ვხედავთ უკვე მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და ჩვენ შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ეს იყო მართლაც იმედისმომცემი შეხვედრა, რაც აქამდე გქონია ჩვენ. ორივე მხარეს ამ შემთხვევაში მშობლებს და ხელისუფლებას ორივეს გვაქვს ერთი მიზანი. ეს იყო ნამდვილად კაფეო შეთანხმება და ეს არის ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა. დიუშენის სინდრომის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელთა პრემიერ-მინისტრთან აუდიენცია დღეს თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაგეგმილია მომდევნო შეხვედრაც, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება. ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს. სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსს ჩენდლერის ინსტიტუტი აქვეყნებს. რეიტინგში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა და ისეთ ქვეყნებს უთანაბრდება, როგორებიც არის ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. საქართველო რეიტინგში უსწრებს დიდი 7-ულის 2 ქვეყანას, ასევე ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემა მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციებზეა. სოსო ელისაშვილი დეტალებით. მსოფლიოში 33 და ევროპაში მე-15 ადგილი საქართველოს სასამართლო სისტემის ხარისხით მოწინავე პოზიციებს იკავებს. მონაცემებით ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშია ასახული. ჩვენი ქვეყანა დიდი 7-ულის 2, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას, უნგრეთს, პოლონეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და სხვა. ანგარიში მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გამოკლებას ეყრდნობა და ორ მთავარ კითხვას პასუხობს: რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა და რამდენად ეფექტურია ის სამართლებრივი დავების მოგვარებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო 20-ულში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც მოხვდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის განმარტებით, ანგარიში ქვეყნისა და სასამართლო სისტემის მორიგი აღიარება. ორი ძირითადი საკონცო საკითხის მიხედვით შეფასდა სასამართლო სისტემის ხარისხი. ეს არის პირველი, რამდენად არის ის დამოუკიდებელი, მედეგი გარეთში და ჩარევებისაგან, როდესაც მოსამართლე მართლმსაჯულებას ახორციელებს, ეს ერთი და მეორე, რამდენად არის ის ეფექტიანი, ანუ რამდენად კანონმდებლობით ადგენილ ვადებში დროულად და საქმის სამართლიანი და სწორი გადაწყვეტის ფუნქციას ასრულებს. ბიზნეს სექტორი, მათ შორის და ასევე სხვა ის ადამიანები თუ იურიდიული პირები, ვინც სასამართლოს სერვისით, ასე ვთქვათ, სარგებლობენ, აი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და მისი ეფექტიანობის ხარისხი მათ კმაყოფილების საფუძველს აძლევს. დიმიტრი გვრიტიშვილი იმ არაერთ სიცრუისა თუ თავდასხმის კამპანიასაც იხსენებს, რისი მიზანით სასამართლოს მუშაობის შეფერხება და რეპუტაციის დაზიანება იყო. მიუხედავად გარე თუ შიდა ზეწოლისა, მოსამართლეების საქმიანობის დამოუკიდებლობის ხარისხს საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაციების ანგარიშებიც ადასტურებს. მრავალწლიანი ორგანიზებული კამპანია, როგორც უცხო სუბიექტების ჩართულობით, ისე ადგილობრივი, ეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვა პოლიტიკური ძალები. როდესაც ვინმე სურს ობიექტურად შეაფასოს სასამართლო მაშინ დაეყნოს ამგვარი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგებს, როგორც არის მაგალითად ჩენდლერის ინსტიტუტი, მაგრამ ეს არ აინტერესებთ, იმიტომ რომ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს არ შედის. აღარ მიყვის თავის დამოკიდებულება, იმიტომ რომ თვითონ ევროკომისია, როცა საქართველოს შესახებ საბოლოო ანგარიშს ამზადებდა, უარყოფითად შეაფასა, მაგრამ მეორე ხელით, ასე ვთქვათ, გამოაქვეყნა საკუთარივე დაკვეთით განხორციელებული კვლევა, ავტორიტეტული სუბიექტის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც დადებითად ფასდება უკვე საქართველოც და სასამართლო სისტემაც. ანუ ამას მივეჩვიეთ ამგვარ ორმაგ სტანდარტებს სამწუხაროდ.
სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული შტურმის კამპანიები გაიხსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის თქმით, სასამართლოს დაზიანების მსურველებმა ვერც ერთი საქმე ვერ წარმოადგინეს, სადაც მოსამართლეებმა უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღეს. შესაბამისად, საზოგადოებას სასამართლოს სისტემის მაღალი ნდობა აქვს. თქვენ გახსოვთ, რამხელა შტურმი იყო სასამართლოს სისტემაზე, თავის დროზე და საბჭოური ტიპის აგიტაცია, სასამართლო სისტემის ბრენდირება და მაშინ ჩვენ ვთხოვდით ოპონენტებს, რომ წარმოედგინათ კონკრეტული საქმეები, რომლებიც მათი აზრით იყო უსამართლოდ გადაწყვეტილი, ვერც ერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ არაერთ გზის მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს სარჩელებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და წააგეს რეალურად ყველა საქმე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. შესაბამისად, სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში არის მაღალი ნდობა, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას და რა თქმა უნდა, ის რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა, არის ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა არის ასახული შესაბამის რეიტინგებში. საქართველოს საკუთარ პოზიციებს საერთაშორისო მასშტაბით აძლიერებს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში საუბრობენ მინისტრის მოადგილის შეფასებით. ანგარიში საქართველოს პოზიციები, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხითა და გავლენებისგან თავისუფლებით, ასევე პროცესების ხარისხითაა განპირობებული. სასამართლოს დამოუკიდებლობა მთავრობის ინდივიდუალური ერთობირების კომპანიებისგან მათი გავლენის თვალსაზრისით და აგრეთვე სასამართლო პროცესების ხარისხი კომპანიებისა და ბიზნეს სექტორისათვის. საბოლოო ჯამში საქართველოს მაჩვენა შესანიშნავი შედეგი და აძლიერებს თავის პოზიციებს მსოფლიო მასშტაბით. ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშს მმართველ გუნდში დადებითად აფასებენ. ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, რომ სასამართლო ქვეყნის შიდა თუ გარე ძალების მხრიდან უსაფუძვლო თავდასხმისა და ცილისწამების ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ სტრასბურგის გადაწყვეტილებებით ყველა ჯერზე დაამტკიცა, რომ ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მოქმედებდნენ. ცალკეული პირები კი საზოგადოებისთვის ვიწრო პარტიული ინტერესების თავსმოხვევას ცდილობდნენ. ჩვენ მეპარება, რომ არსებობს კიდე რომელიმე სახელმწიფო, სადაც სასამართლო გადაწყვეტილების შიდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იყო საყოველთაო თავდასხმის ობიექტი, შემდეგ მას სტრასბურგში გაემარჯვა და ასეთი მაღალი სტატისტიკა იყოს, როდესაც ბრუსელი გაგაკრიტიკებს სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, რუსთავიორის საქმეზე, ახალაიევის საქმეზე და ყველა ამ საქმეს გაკრიტიკებს თან როგორ გეუბნება, რომ ეს იყო კორუფცია, ეს იყო წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება, აქ იყო ჩარევა, ზეწოლა, აი ამ სიტყვებით, ამ ასეთი უკიდეგანო კრიტიკით თავს გესხმის და ბოლოს ყოველ ამ გადაწყვეტილებაზე სააკაშვილზეც, მელიაზეც, გვარამიაზეც, ახალაიაზეც, რუსთავიორზეც, აი აღარ ყოფნის უკვე თითები ჩამოსათვლად რამდენი ასეთი გადაწყვეტილება, ყველგან მარცხდები ბრიუსელი, ყველა შენი არგუმენტი განულებულია შენ სტრასბურგის მხრიდან და შემდეგ იმალები ბავშვით, რომელსაც არ უნდა აღიაროს, რომ რაღაცა დააშავა. არსებობდა უამრავი საქმე, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული, თქვათ, წარმოებდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ესე იგი პროპაგანდისტული ნიაღვარი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემა არის პოლიტიზირებული, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ თითოეულ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლო გადაწყვეტილება. ქართულ სასამართლო სისტემაზე არაერთი თავდასხმისა თუ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად ოპოზიციისა და მათი პარტნიორების სპეკულაციებს პასუხი ჩენდლერის ინსტიტუტმა კიდევ ერთხელ გასცა. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის კრიტიკული შინაარსის გზავნილი ოპოზიციური დაპირისპირების მორიგ საბაბად იქცა. დახურულ შეხვედრაზე მიღებულ შენიშვნას პარტიები ერთი კვირის განმავლობაში მალავდნენ, თუმცა ამერიკული მხარის ოფიციალურმა განცხადებამ ოპოზიციას საკუთარი შეცდომების აღიარება აიძულა. ბოიკოტ შეცდომა უწოდა ლელომ და აღიარა ისიც, რომ აღნიშნული პოლიტიკური ნაბიჯის გამო სახელმწიფო დეპარტამენტისგან კრიტიკა დაიმსახურეს. დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის გამოტანამ გააბრაზა სხვა ოპოზიციონერები, რაც საჯარო დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოპოზიციის ამჟამინდელ რთულ მდგომარეობას უცხო ქვეყნების ხელისუფლებებზე მორჩილებას უკავშირებს მმართველი გუნდი, მათ შორის საუბრობენ ბაიდენის ადმინისტრაციასა და ბრიუსელის პოლიტიკაზე, რომელმაც ქართულ ოპოზიციას მანდატებზე უარი ათქმევინა. ანა შანიძე ამბობთ. სრულიად პირდაპირ ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ბოიკოტების მხარეს, არ არის არჩევნების გამოტოვების მხარეს.
დახურულ შეხვედრაზე შტატებისგან მიღებულმა მკაფიო კრიტიკამ ლელო პოლიტიკურ სინანულამდე მიიყვანა, რის გამოც მოგვიანებით თავდასხმის სამიზნე გახდა. ბოიკოტის პოლიტიკით იმედგაცრუებული შტატების პოზიციის გასაჯაროვებამ იმედი გაუცრუა ნიკა გვარამიას, რომელმაც კოლეგა სიცრუესა და პარლამენტში დაბრუნების სურვილში დაადანაშაულა. პასუხის პასუხმაც არ დააყოვნა. გეგელიამ გვარამიას ინგლისურის ცოდნაც დაუწუნა და კეთილს ინდისიერებაც. გრიგოლ გეგელიას უთქვამს, პირველზე ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, მარტივად რომ თქვათ, ან გრიგოლ გეგელიას სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან გრიგოლ გეგელია იტყუება მსგავსი, არაფერი ამერიკელებს არ უთქვამთ. ნიკა გვარამიას ან ინგლისურთან აქვს პრობლემა, ან კეთილ სინდისიერებასთან. ინგლისური თუ არ გესმით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ქართულადაც მკაფიოდ დაწერა საჯაროდ, რა ჰქონია ამერიკას სწორი. გეგელიას შეფასება არ სჭირდება იმის გაგებას, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრაზეც თქვა და ოფიციალურ განცხადებაშიც. როცა ვერც ერთ ენაზე იგებს სათქმელს, ეს სხვა ტიპის პრობლემაზე მიგვითითებს. მესმის რომ გაწმილებულები ხართ, რადგან სასურველი და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს იოტის ოდენადაც არ მატარდება. შეხვედრის მონაწილეებიდან ვინ დაიკარგა განზრახ თარგმანში. დღეს გეგელია მედიასთან კიდევ ერთხელ გაიმეორა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მკაფიო გზავნილი, რომელსაც მისი თქმით ინტერპრეტაციების საფუძველი არ დაუტოვებია. ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ბოიკოტის პოლიტიკა არ არის ეფექტიანი. ხალხი თავად განსჯის, ვინ მატყუარაა და ვის რა პოლიტიკური დღესასწაული გააჩნია. საკუთარი პოლიტიკური დღესწესრიგის შესაბამისად მოქმედებაში გეგელია კოლეგებმა დაადანაშაულეს. მოქმედმა ნაციონალებმა ყოფილის ნიკა გვარამიას პოზიცია გაიზიარეს, თუმცა გაუჭირდათ იმის აღიარება, რომ დახურულ შეხვედრაზე შტატებისგან კრიტიკა დაიმსახურეს. ბატონ გრიგოლ გეგელია არ გახლავთ ამერიკის ასე ვთქვათ წარმომადგენელი საქართველოში და არც ანუ ასე ვთქვათ სპიკერი გახლავთ, ამიტომაც მას ეხა თავის პარტიული დღესასრიგი აქვს და რა სიტყვის უნდა განვიხილოთ, როგორც არა ამერიკის პოზიცია, არამედ როგორც გრიგოლ გეგელიას პოზიცია და ლელოს პოზიცია. ოპოზიციაში გააქტიურებული დაპირისპირების ახალი კერა ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ მათი ოპონენტები ქვეყნის გარედან ნაკარნახევი დავალებების შესაბამისად მოქმედებენ და პოლიტიკურ პოზიციებსაც გარე დირექტივების შესაბამისად იცვლიან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ოპოზიციის ბოიკოტს ხელს ბაიდენის ადმინისტრაცია უწყობდა. ახალი ადმინისტრაციის პოზიცია კი ქართულ მხარეს შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. ეს მუდმივი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე ალბათ ყოველთვის ძალიან დამღლელია, არც არის ალბათ დიდად საინტერესო. რაც შეეხება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომას, ძალიან კარგია, რომ ის თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია. 2020 წელი და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს მიდგომა არის შეცვლილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი გვაიმედებს, ჩვენ ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ შევძლებთ, გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, რასთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება. თავად მანდატები რო დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და მითითებით. და დღეს შეიცვალეს აზრი, იმიტომ რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. ეს არის მათი პოლიტიკური დღესწესრიგი იცვლება, იმის ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან. ამას მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებთ ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივად თავს თავაზობენ სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები. ოპოზიციას შეცდომების აღიარება რომ უჭირს, ამის შესახებ საუბრობენ სახელმწიფო გუნდში. მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ მათმა ოპონენტებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რადგან ოპოზიციის მიერ გადადგმულმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა ქვეყნის იმიჯი დააზიანა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უთხრა ამერიკის დელეგაციამ ოპოზიციას, ამიტომ აქ ახლა კეკლუცობა და რაღაც ზედმეტი ინსინუაციები სრულიად ზედმეტია. პოლიტიკური ფასი ყველამ უნდა გადაიხადოს, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებამ ძალიან დააზარალა საქართველოს. აქ მოკლედ არც ინგლისურის ცოდნაზეა საქმე და არც არაფერზე. არავის არ უნდა თავისი, ასე ვთქვათ, რო იტყვიან, კატასტროფული შეცდომის აღიარება.
ეგ არის მეტი არაფერი არ არის, აქ არც ინგლისურია, არც ფრანგული და არც ქართული მთავარი. ეგ არის ის კატასტროფა, რომელიც მათ არა მარტო საპარლამენტო ცხოვრებასთან დაკავშირებით, საქართველოს მიმართ ჩაიდინეს. რატომ ალაპარაკდა სხვადასხვა ენაზე ერთსა და იმავე შეხვედრაზე მყოფი ოპოზიცია და რატომ მალავდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მკაფიო შენიშვნას დახურული შეხვედრის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში. ფაქტია, ლელოს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ემთხვევა იმ განცხადებას, რომლითაც ბოიკოტში მყოფ პარტიებს პოლიტიკოსის ვალდებულება შტატების დელეგაციამ საჯაროდ შეახსენა და ოპოზიციას სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობის და ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობისკენ მიუთითა. მთავრობასთან გამართული შეხვედრის შესახებ კი დაწერა, რომ შტატები საქართველოსთან ისეთ თანამშრომლობას ელის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ შედეგს მოუტანს. პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე 12 დაკავებული პირიდან 7 ბრალდებული მომავალ სასამართლო პროცესის ხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდება, ყველა მათგანი სრულად აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ბრალდებულებმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართეს, რასაც ბრალდების მხარე დათანხმდა. ბრალდებულების მხრიდან ძალადობის აღიარების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე სვამს კითხვას, დაგმობს თუ არა ახლა მაინც ბრიუსელი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარებისა და სინანულის შემთხვევაში სხვა ბრალდებულებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. ანუკა წითელაშვილი გიამბობთ. ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა და ავთანდილ სურმანიძე 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან 7 სრულად აღიარებს ბრალს და ინანიებს დანაშაულს. სწორედ ეს გარემოება გახდა სახელმწიფო ბრალდების მიერ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმების საფუძველი. მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებენ და ინანიებენ 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული. სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა საუბა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. 7 ბრალდებულს გაუფორდება საპროცესო შეთანხმება პირობით შავრცე. აღიარების სანაცვლოდ 7 ბრალდებული ნაცვლად პატიმრობისა 3 წლიან პირობით სასჯელს მიიღებს. რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები გათავისუფლდებიან. პროკურატურას აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების თხოვნით ბრალდებულებმა თავად მიმართეს. ჩვენ სადაოდ არ ვხდიდით არც ერთ ეტაპზე კონკრეტული ქმედების როგორც ფაქტის არსებობას. ეს იყო სპონტანური მოქმედება. და მათი მოქმედება არ შეიძლებოდა ჯგუფურ ძალადობად მოაზრებულიყო. ჩვენ დავაკორექტირეთ ჩვენი მოთხოვნა და მივმართეთ განცხადებით, რომ ბრალს ვეთანხმებით, ვაღიარებთ და ვიცხოვდით მათგან, ანუ ბრალდების მხარესაგან შეღავათის გაწევას, კანონის გათვალისწინებული შეღავათის საპროცესო შეთანხმებას მივაღწიეთ ბრალდების მხარესთან 3 წელი პირობით. ბრალდებული რა თქმა უნდა საპროცესო შეთანხმება ფორმდება აღიარებს დანაშაულს. აღიარებისა და სინანულის სანაცვლოდ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება მთავრობის მეთაურისთვის ის პრევენციული ღონისძიებაა, რასაც ეფექტი მომავალში ექნება. პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გასცემს პირობას, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების მიერ აღიარებისა და სინანულის შემთხვევაში ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. 2023 წელს იყო სისტემური ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, მაშინ ერთი პირი იყო მხოლოდ დაკავებული, ისიც შეიწყალა შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა, შემდეგ 6 პირი იყო დაკავებული და ამან პრევენციული ეფექტი არ იქონია, პირიქით წაახალისა ახალი ძალადობა. იმისათვის რომ ახალი ძალადობა არ იყოს ახალისებული, მნიშვნელოვანია სამართალი აღსრულდეს, თუმცა კიდევ ერთხელ თუ იქნება აღიარება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება. 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეების აღიარების შემდეგ მმართველი გუნდი ბრიუსელისა და მათი ელჩების მხრიდან ახლა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობის დაგმობას ელის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სწორედ გარე აქტორების შიდა ოპოზიციის დახმარებით იყვნენ ისინი, ვინც ბრალდებულებს რადიკალურ პროცესებში მონაწილეობისკენ აქეზებდნენ. ახლა ხელახლა უნდა მივმართოთ კვლავ ბრიუსელს, მათ ელჩებს აქ. რას აპირებენ ახლა დაგმონ თუ არა, თუ ესეც უნდა გაიყვანონ მორიგ შეხლა შემოხლაში, რომელიც შემთხვევაში ქუჩაში მოხდა 4 ოქტომბერს. როდესაც უკვე ჩვენ სახეზე გვაქვს პირდაპირ აღიარება მოძალადეების მხრიდან, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა და პირდაპირ აღიარება, რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება. კარგია თუ ადამიანების რაღაცა ნაწილი მაინც მიხვდება, რომ
ის საიდკენაც ეს ადამიანები წაიყვანეს, იყო დანაშაულებრივი გზა, რომელიც რა თქმა უნდა მიმართული იყო სახელმწიფოს და მათი ქვეყნის წინააღმდეგ. 7 ბრალდებული, რომელთაც ბრალი აღიარეს სავარაუდოდ 9 ივნისს მორიგი სასამართლოს ხდომის შემდეგ გათავისუფლდებიან. პროკურატურა მზად არის სინანულისა და აღიარების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ სხვა პირებთანაც ინდივიდუალურად გააფორმოს. სავიზო თაღლითობისა და ყალბი ისტორიების შექმნისთვის დაკავებულებს ბრალი წარადგინათ საქმე ეხება შეერთებულ შტატებში თავშესაფრის უკანონოდ მიღების სქემას. პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებულია 3 პირი, 6-ის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. დაკავებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს. პროკურორის განცხადებით ყალბი გამოგონილი ისტორიების საფუძველზე ეგრეთ წოდებულ თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო кейსების შექმნა ხდებოდა, ისე რომ არ არსებობდა არავითარი დოკუმენტი, რომ აღნიშნული პირები გარკვეული კუთხით იდევნებოდნენ. ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ალკრეტი ღონისძიების სახით დაცვის ხარეს ექნება გირაოს მოთხოვნა. დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ბრალის წარდგენა მოხდა. დაკავებულის პოზიციას რაც შეეხება ამას გავაჟღერებთ სასამართლოზე ვერ გეტყვით ჯერჯერობით ვერაფერს, იმიტომ რომ არ გადმომცემია მტკიცებულები. ასეულობით მოქალაქეა ამ დანაშაულებულ ორგანიზებულ ჯგუფთან კომუნიკაციაში გამოვლენილი, რომლებიც დაზარალებულები არიან კონკრეტული დანაშაულების ჯგუფის მხრიდან, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ყალბი გამოგონული ისტორიების საფუძველზე ხდებოდა ეგრეთ წოდებული кейსების, ანუ თავშესაფრის მიღებისათვის საჭირო кейსების შექმნა, ისე რომ არ არსებობდა არანაირი ოფიციალური დოკუმენტი, არანაირი ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პირები გარკვეული კუთხით იდევნებოდნენ მათი პოლიტიკური თუ სხვა სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა ნიშნით ამ ქვეყანაში. საქართველოს წარმატება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ინოვაციური მმართველობისა და მოქალაქეებზე ორიენტირებული რეფორმების მიმართულებით. იუსტიციის სახლი ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების გამარჯვებულია. მობილური იუსტიციის სახლს კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი ევროპული საჯარო სექტორის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კონკურსზე მიენიჭა. დაჯილდოების ღონისძიება, რომელიც სექტემბერში ნიდერლანდებში გაიმართება, სახელმწიფო უწყებებსა და ინოვაციურ პროექტებს მთელი ევროპიდან აერთიანებს. მარიამ ნებიერიძე გიამბობთ. საქართველოს საჯარო სერვისების საერთაშორისო აღიარება მობილური იუსტიციის სახლის პროექტს ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების ფარგლებში კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი მიენიჭა. ევროპის საჯარო სექტორის ჯილდო არის კონკურსი, რომელიც ინოვაციურ, ეფექტიან და მომხმარებლებზე ორიენტირებულ სახელმწიფო სერვისების საუკეთესო პრაქტიკებს აერთიანებს. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მობილურმა იუსტიციის სახლმა აღიარება მომხმარებლებისთვის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სერვისების ადგილზე მიწოდების წარმატებული პრაქტიკისთვის მოიპოვა. დაჯილდოება 23-25 სექტემბერს ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში გაიმართება. ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე საუკეთესო პრაქტიკის ჯილდოს მიღება კიდევ ერთი დასტურია იუსტიციის სახლის, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია და ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებსა და ინტერესებზე. ეს დაჯილდოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ევროპის მასშტაბით ყველაზე ინოვაციურ და მოქალაქეზე ორიენტირებულ პროექტებს აფასებს. მობილური იუსტიციის სახლის საერთაშორისო აღიარება საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ადასტურებს. შედეგები ევროპის მასშტაბით საჯარო სერვისების შეფასების ერთ-ერთ ავტორიტეტულ პლატფორმაზეც გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება ხაზს უსვამს სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოქალაქე და მისი ინტერესების დაცვა. იუსტიციის სახლი უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს ისეთ ინოვაციურ პროექტებს, სადაც აქტიურად იქნება გამოყენებული როგორც ტექნოლოგიები, ასევე ხელოვნური ინტელექტი. მობილური იუსტიციის სახლის პროექტი 2021 წელს აჭარის რეგიონში დაიწყო და შემდგომ ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. დღეს მობილური იუსტიციის სახლები ქვეყნის 10-ვე რეგიონში ფუნქციონირებს და მოსახლეობას 500-ზე მეტ სახელმწიფო სერვის ადგილზე სთავაზობს. რაიონში სიარული არ გვინდა, თბილისში არ გვინდა სიარული, ძალიან კარგი კოლექტივია. ყოველთვის ოპერატიულად მემსახურებიან. არის კვალიფიციური კადრი და ამითი ძალიან გაუადვილდა მოქალაქეებს, ადვილად აკეთებენ, ხშირად არ უწევთ სერვის ცენტრებში მისვლა. ჩემი სოფლის სახელი და ამ ხალხის სახელით მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იუსტიციის სახლს ამ გოგონებს
ძალიან დიდი შეღავათია ჩვენთვის, რომ არ გვიწევს რაიონში წასვლა, ან თბილისში წასვლა. ამჟამად 20 მობილური იუსტიციის სახლი 90 სოფელს ემსახურება. უახლოეს მომავალში სერვისით დამატებით 40-მდე სოფელი ისარგებლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბელორუსში დასრულდა. დავით სონღულაშვილმა შეხვედრები გამართა მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებასა და აგროსასურსათო პოტენციალის ათვისებაზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია საერთაშორისო გამოფენა ბელაგრო 2026-ს დაესწრო, სადაც ეროვნული სტენდით ქართული პროდუქცია პირველად იყო წარმოდგენილი. ლევან წუწუნავა გიამბობთ. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის მიმართულებები. სწორედ ეს საკითხები განიხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბელარუსის ვიცე-პრემიერთან იური შულეიკოსთან შეხვედრისას. დავით სონღულაშვილი მინსკში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბელარუსია ქართული აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. შესაძლებლობები ორი ქვეყნის ურთიერთობა შორის საკმაოდ დიდია, საექსპორტო პოტენციალი ჩვენი ქვეყნის საკმაოდ მზარდია, რაც აუცილებლად გამოსაყენებელია. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სავაჭრო ურთიერთობების სისტემურ და გამჭვირვალე მართვას. აღნიშნული პროცესები მოითხოვს ერთიან თანმიმდევრულ მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებასა და პროგნოზირებადობას. ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრთანაც, სადაც ტყის მართვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც ალექსანდრ კულიკმა აღნიშნა, ბელარუსიას ამ მიმართულებით აქვს გამოცდილება, რომელიც შეუძლიათ საქართველოს გაუზიარონ. მოახლოეს მომავალში ჩამოვლენ უშუალოდ საქართველოს სატყეო მეურნეობის მართვის მიმართულების წარმომადგენლები. ჩვენ დეტალურად გავაცნობთ საკანონმდებლო ბაზას თუ როგორ შეიქმნა ის ბელარუსში, ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს და დოკუმენტურ მასალებს ყველა მიმართულებით. თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები განიხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე. მაქსიმ ლისენკომ აღნიშნა, რომ სამომავლოდ საქართველოს სატყეო მეურნეობის მართვის მიმართულების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნობს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ტყის დაცვის არაერთ მიმართულებას მოიცავს. ორთვიან ვადაში ყველა იმ საკითხს დავამუშავებთ, რომლებზეც შევთანხმდით. ეს ეხება როგორც ნარჩენების მართვას, ასევე გამოცდილების გაზიარებას, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების, ასევე მცენარეთა ინვაზიურ სახეობებთან ბრძოლის კუთხით. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრები საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. ბელაგრო 2026-ე ქართული პროდუქცია პირველად იყო წარდგენილი. ჩვენი ქვეყნის ეროვნული სტენდი დამთვალიერებლის სიმრავლით გამოირჩეოდა, რაც ხაზს უსვამს ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ექსპორტის გაზრდას ქვეყნიდან, კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. ბელორუსული ბაზარი ქართული მხარისთვის ძალიან საინტერესოა ექსპორტის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. ეს კიდევ ერთი შანსია გავაცნოთ ადგილობრივ მოხმარებელს ქართული ღვინო, ქართული ტრადიციები, მოვახდინოთ კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია ჩვენი პროდუქციისა. საკმაოდ ბევრი დაინტერესება წამოვიდა პოტენციური პარტნიორებისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პროდუქცია გავა როგორც ბელარუსში, ისე სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი უკვე დაასრულა. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და აქტიური დასვენება თბილისის მერიამ ახალგაზრდებისთვის მასშტაბურ საზაფხულო პროექტზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა დედაქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს მათი ინტერესების გათვალისწინებით პერიოდულად სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ შემეცნებით და გასართობ აქტივობებს შესთავაზებს. საზაფხულო პროექტი უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. ბორინა ონიანი გიამბობთ. ლინგოსთარის ინგლისურენოვანი ბანაკი ერთ-ერთია, რომელიც მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდებს 21 საუკუნის ყველაზე მოთხოვნად უნარებს სთავაზობს. უცხოენოვან გარემოში მონაწილეებს ინგლისური ენის გაუმჯობესება ოქსფორდიდან მოწვეულ ტრენერებთან ერთად შეუძლიათ. ლინგოსთარში არაერთი საინტერესო და საგანმანათლებლო აქტივობა ხორციელდება. ბანაკი ცემში, მთის კურორტ განთიადში ტარდება.
ჩამოყავს ძალიან ბევრი უცხოელი სპიკერი, ჩამოყავს მათ შორის ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, კანადიდან, ამერიკიდან უამრავი წარმომადგენელი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად აახლოვებენ საერთაშორისო სამყაროსთან ჩვენ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენ მთავარი მიზანია რომ დავაახლოვოთ ახალგაზრდები გლობალურ სამყაროსთან, ვასწავლოთ მათ რომ იყვნენ ამ მსოფლიოს ახალგაზრდული ჯაჭვის წევრი და ღირსეულად წარადგინონ ჩვენი ქვეყანა. საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია ვებგვერდზე დღეიდან დაიწყო. ღონისძიებები თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს მოიცავს. პროგრამებს წელს რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატა, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტისა და ინგლისური ენის შემსწავლელი ბანაკები, ასევე ლიდერობისა და ზოგადი უნარების განვითარების ბანაკები. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას საჯომარდო და სალაშქრო ტურებში, ისარგებლებენ ბოულინგით და საცურაო აუზით. წელს პროგრამებს, რომელიც ჩვენ აღნიშნული მიმართულებით გქონდა, დაგვემატება მთელი რიგი სიახლეები, ისეთები როგორიც არის მაგალითად ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ბანაკი, ინგლისური ენის შემსწავლელი, რამდენიმე ბანაკი, ინტელექტუალური საკუთრების, ხის მხატვრული დამუშავების, კინოსა და თეატრალური მიმართულების შემსწავლელი ბანაკი, რობოტიკის ბანაკი, მომავალი მეწარმეების, დებატების ხელოვნების, ეთნოსპორტული ლიდერობისა და ზოგადი უნარების განვითარების ბანაკი და ასე შემდეგ. პროგრამა 14-დან 29 წლამდე ასაკის 3000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს და მისცემს შესაძლებლობას შეიძინონ ახალი მეგობრები, ისწავლონ საინტერესო საქმე და დაისვენონ პროდუქტიულად. 3000-მდე ადამიანს ველოდებით პირველ ეტაპზე, თუმცა განსაკუთრებული ინტერესის შემთხვევაში კონკრეტულ მიმართულებებს ასევე დაემატება დამატებითი საზაფხულო პროგრამები და ადგილები ახალგაზრდებისათვის. ყოველთვის არის მზარდი ინტერესი და მით უმეტეს წელს განსაკუთრებულად განახლებული პროგრამები გვაქვს და ველოდებით საკმაოდ დიდი ინტერესი. 2026 წლის საზაფხულო პროგრამები სექტემბრამდე გაგრძელდება. თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის საინტერესო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. ეს ყოფას ტივის საინფორმაციო გამოშვება შვიცარიელზე მოხალმე გემშვიდობით ნახვამდის.